ახლა იმედის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ გიზგის აგრძელებს. ფესტივალს ბაკურიანის შემდგომ გუდაურმა უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანთი პროდუქტები. გიზგიზის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი აქტივობებიც ჩატარდა. ვნახოთ ქეთი ილურიძის რეპორტაჟი გუდაურიდან. ხშირად აი ამ ადგილს ბაკურიანის შვილსაც უწოდებენ და იცით რატომ? თურმე როდესაც ბაკურიანის ტოხტა ხალხით გადაიჭირდა, მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილი იყო მსგავსი ტრასები, სადაც მოთხილამურეები შეძლებდნენ სრიალს და ასე მიაგნეს აი ამ ფერდებს. სწორედ გუდაურის შექმნაში, განვითარებაში და აღორძინებაში მიიღო მონაწილეობა იმ ადამიანებმა, ვისაც ბაკურიანი განსაკუთრებულად უყვარდა. და აი როგორც გერს მას შემდეგ გუდაურში ზამთრის გული, ამას ახლა ჩვენ ერთად ნახავთ. ძალიან მოწონს გუდაური და რა თქმა უნდა, ჩემი მხარი ძალიან მომეწონება აუცილებლად. ხილამურებს მეუხვამე და ჩემპრაკატთან მსრიალები. კარგია რომ ხალხი ესე უგლის ტრასებს და არ ანაგვიანებენ და სუნიც ცუდი არა. ასე გაჩნდა ბაკურიანის შვილობილი გუდაური თბილისიდან 120 კილომეტრში. სამთო სათხილამურო კურორტი, სადაც თოვლი 5 თვეს ძლებს და იდეალური ადგილია მოთხილამურეებისთვის, ექსტრემალების და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის. ძალიან მიყვარს გუდაური. თელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება გუდაურს. მე ვსრიალებ ხოლმე კუდებზე და გუდაურაზე. ეს არის ჩემი საყვარელი ტრასა და რა თქმა უნდა ყოფილი. კარგი გარემოა, კარგი ამინდია და სასიარულოდ ყველაზე კაი ტრასებია. ბედნიერი ბავშვობა თოვლთან ასოცირდება და ვცდილობ ჩემ შვილებს შეუქმნა ბედნიერი ბავშვობა. ქენას უბაკურიანში დავდიოდით და ეხლა მინდა რომ სვანეთიც ვნახო და ცოტა გოდერდისკენ იქეთა წავიდე რა. თისული მაქვს როდის აი მოვიბეზრებ ყველაფერს რა. აბა შენ იცი, წარმატება და კარგი სრიალი. კარგად. გზა ხის თხილამურიდან დღევანდელობამდე კი არც თუ ისე გრძელია, თუმცა სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს რომ უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილიც დაიკავა. ყოველწლიურად მზარდი დინამიკა არის. ნალექიც უკვე გვაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ სეზონი გარკვეული უნალექობით დაიწყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ ის, რომ აი ამ პირობებში, ამ თოვლის პირობებში გარკვეულ ტრასებზე ხელმოგათოვლიანებით ჩვენ მოგვეხერხებინათ და დაგვეჩქარებინა სეზონი, თუმცა ეხა ნამდვილად იდეალურად არის ყველაფერი, იმიტომ რომ ამას ბუნებრივი პირობები თოვლი გვაძლევს. მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვაქვს ჩვენი მომხმარებლისთვის ტრასები, ეგრეთ წოდებული ლურჯი, ეგრეთ წოდებული წითელი ტრასები და ჩვენ მომხმარებელს, ესე თავაზობთ ყველა ტიპის მომხმარებელს თავაზობთ ტრასებს. გუდაური ჯვრის უღელტეხილზე მთა კუდებსა და მთა საძელეს ფერდობებზე ალპურ ზონაში გაშენებული კურორტია. არსებობის 37 წელს რომ ითვლის. თუმცა ამ მცირე დროშით სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობის მოპოვება მაინც მოახერხა და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრემის გართობის და ზამთრის დღესასწაულების ადგილადაც იქცა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხალხს როგორ ყვარებია გუდაური და სრიალი. გარემო თქვენ რაც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, და მეორე დედაქალაქთან სიახლოვე შესაძლებელია ერთ დღეს ამოვიდეს მოსრიალე გუდაურში, ისრიალოს და საღამოს უკან დაბრუნდეს. ესეც ერთ-ერთი მიმზიდველობა, თოვლის ხარისხი შემიძლია გამოყო, კლიმატური პირობები და ბევრი რამ. თუ აქამდე თხილამურებზე არასდროს მდგარ ხართ და თან დიდი სურვილი გაქვთ, ამ გამოცდილებისთვის გუდაურზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავთ. გუდაურის სასრიალო ტრასების სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. MTA კი დამსვენებლებს მოუწოდებს მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყურადღებით გაიცნონ და დაემორჩილონ აღნიშნულ ნიშნებს. თავი შეიკავონ აკრძალულ ტერიტორიებზე სრიალისგან და მთაზე ასვლამდე წინასწარ გაიცნონ ტრასების რუკებს.
და ეს კურორტი არის თბილისელების. ამითი გამოვარჩიოთ. ანუ ჩვენ ყაიდაზეა რა, მუსიკაც, ჩვენი უკრაოს საჭმელიც, ჩვენი არის გზებიც ისეთია, დიდი არჩევანია, სპორტულია, თან რაღაცა ნოსტალგიური ისიც გვაქვს თბილისელებს. ადგილებიც ისეთია მაინც და მაინც, რომ ბევრი თოვლიც მოდის და რა ბავშვებისთვისაც კაია გუდაური ძალიან. შენ როგორც დიდი ისე ყვები ხო? სასრიალო ტრასებზე კი მუშაობს სამაშველო სამსახურიც. მოსრიალეთა უსაფრთხოებას აკონტროლებენ და დაზარალებულებს დროულ პირველად დახმარებას უწევენ. მიმდინარე სეზონზე მთის კურორტებზე დამატებით ჩართულია სკი პატრულის ჯგუფებიც, რომლებიც სასრიალო არეალებს აწესრიგებენ და უსაფრთხოებასაც იცავენ. დაახლოებით 30 შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ სხვადასხვანაირი შემთხვევებია ხოლმე და შესაბამისად ზოგჯერ ამას ვიყენებთ, ზოგჯერ შეიძლება ბურანი გამოვიყენოთ და ანუ ასე შემდეგ. ბურანს ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლია დაჯდომა, არა გვაქვს ხერხემლის დაზიანების საფრთხე და ანუ როცა შეუძლია მოკლედ დაჯდომა, ანუ უფრო ხშირ შემთხვევაში არის მხრის დაზიანება, სადაც ბურანს ვიყენებთ. გუდაურში კი ასეთი წესია, ჯერ კარგი სრიალი და შემდეგ გემრიელი და ნოყიერი ჭამავა. ალბათ მიხვდით, რომ ბაკურიანის შემდეგ გუდაურიც აგისგის და ბუნება, ტრადიციები და გასტრონომია. ფესტივალი მესამე წელია სრიალის მოყვარულების საყვარელ ღონისძიებად იქცა. ჩვენი კერძებიც ესეა, სიფხოთი და სიყვარულით არის გაკეთებული. თავარია იმხიარულო. და იგიზგიზო. ამით უხდება ჩემი მექსიკური და აზიური კერძები, რომელიც არის ცოტა ცხარე და ადამიანს ცოტა გაათბობს. ჰოტ-დოგს ველოდები ეხა რა, უფრო მშია მაინც, მაგრამ თვითონ სიტუაცია გარემო. ყველაფერი და გლინტვეინი გავსინჯე ძალიან გემრიელია სხვათა. სრიალე? კი, აბა რა. ამჯერადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთაში ამოსულებს გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი საკვები, ბარი გართობა და საუკეთესო განწყობა დაახვედრა. დღეს როგორც ხედავთ, ყავს ძალიან ბევრი კვების ჯიხური, ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძებით, ასევე დღის განმავლობაში გვეყოლება ბევრი საინტერესო არტისტი, რომლებიც იზრუნებენ ჩვენთან მოსული სტუმრების, ასე რომ ვთქვათ, გართობაზე, როგორც უცხოელებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ნიშნულობა არ აქვს, რომელი თვია კალენდარზე. გუდაური წლის ნებისმიერ სეზონზე თავისუფლების შეგრძნებას, სუსხიანი ჰაერი ახალ ემოციებს, მთები კი უსასრულო შესაძლებლობების შეგრძნებას გაგიჩენთ. ამიტომ არ გადადოთ და თოვლიანი დღეების გასატარებლად გაიყოლეთ მეგობრები გუდაურში.